როგორც წესი, მსახიობების კარიერული და პირადი ცხოვრება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ არნოლდ შვარცნეგერის შემთხვევაში მისი მძაფრ სიუჟეტიანი როლები და ცხოვრების სტილი ერთმანეთს ემთხვევა. ავსტრიის პატარა სოფელში დაწყებულმა ცხოვრებამ ბოდიბილდინგის უდიდეს პოდიუმზე გადაინაცვლა, ჰოლივუდის გადასაღებ მოედნებსა და სამთავრობო სავარძლებზე გაგრძელდა და სიბერეში ოფიციალური მილიარდერის სტატუსით დაგვირგვინდა. 1968 წელს ავსტრიიდან ჰოლივუდში გადაბარგების შემდეგ არნოლდს თავდაპირველად აქცენტის გამო როლების მიღება უჭირდა. ამიტომ ბოდიბილდინგით დაიწყო, 7 ჯერ გახდა მისტერ ოლიმპია და მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სხეულის მქონე მამაკაცის ტიტულსაც დაეუფლა. ამის შემდეგ დაიწყო მისი თავბრუდამხვევი კარიერა, როდესაც არნი ყველას უძლიერესი და თავზე ხელაღებული მამაკაცის როლებზე წარმოედგინა, რამაც საბოლოო ჯამში არაერთი კინოკლასიკას შექმნა და აჩუქა გულშემატკივარს. ჯამში 50-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც 5,5 მილიარდი გამოიმუშავეს და თავად შვარცნეგერს აქედან ჯამში წილად 9,5 მილიარდზე მეტი ერგო. იყო კომედიური როლებიც, მაგალითად ფილმ ტყუპებში, სადაც დენი დევიტოსთან ერთად მიიღო მონაწილეობა და ასეთი სარისკო პროექტიდან, რომელმაც საბოლოო ჯამში უდიდესი წარმატება მოიპოვა, 35 მილიონი დოლარიც გამოიმუშავა. თუმცა როლი, რომელიც ავსტრიელის ხსენებაზე პირველად მოგდის თავში, ცალსახად ტერმინატორია, რომლის პირველი ნაწილისთვისაც მსახიობმა მხოლოდ 750,000 დოლარი მიიღო. მაგრამ მაშინ არავის ეგონა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის შესახებ დამატებით სიქველებსაც გადაიღებდნენ და კინოისტორიაში ერთ-ერთი უკვდავი ფრენჩაიზი გახდებოდა. ფრაზები, რომლებსაც არნოლდი ფილმში იძახის, დღემდე აქტუალურია, იგივე I'll be back და Hasta la vista baby, ბევრისთვის ყოველდღიური ლექსიკონის ნაწილი გახდა. 1991 წელს გამოსული ფილმის მეორე ნაწილის წყალობით შვარცნეგერმა ბევრი დეკადის ყველაზე ცნობად სახელად დაასახელა, ხოლო როლი მის მაგნუმ ოპუსად. მის პოპულარობას ხელი იმანად შეუწყო, რომ ტერმინატორის პარალელურად იგივე ჟანრის ფილმებში მონაწილეობას იღებდა კიდევ ერთი ექშენ ვარსკვლავი სილვესტერ სტალონე. კონკურენციამ კი ორივე მსახიობის წისქვილზე დაასხა წყალი, მოუტანა დიდი ქონება და საბოლოო ჯამში არტისტები ერთმანეთს დააახლოვა. თუმცა არნისთვის ფული ყოველთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა. 2003 წელს გახდა კალიფორნიის გუბერნატორი და კენჭისყრის შესახებ ჯეი ლენოს შოუში გამოაცხადა. არნოლდმა არჩევნები უპრობლემოდ მოიგო, რადგან სხვა კანდიდატები კალიფორნიაში ნაკლებად ცნობილი პირები იყვნენ. ის 2 ვადით აირჩა კალიფორნიის გუბერნატორად და თანამდებობა 2011 წლამდე შეინარჩუნა. მიუხედავად მისი წარმატებული მოღვაწეობისა და ხალხის სიყვარულისა, მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება მაინც საკამათო და სკანდალური გამოდგა. მაგალითად 2005 და 2007 წლებში ერთსქესიანთა ქორწინებაზე ვეტოს დადება. აღსანიშნავია, რომ ფილმებიდან დაგროვებული შემოსავლების გამო შვარცნეგერმა გუბერნატორისთვის გათვალისწინებულ ყოველთვიურ 175,000 დოლარზე უარი განაცხადა და ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, რომ მმართველობის 8 წლიან პერიოდში, რაც კინოინდუსტრიას ჩამოშორებული იყო, დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დაკარგა. ის იყო დიდი ინვესტორიც და მისთვის საინტერესო საქმეებში აბანდებდა ფულს. 1997 წელს თავის ფინანსურ მრჩეվել პოლ უოტჩერთან ერთად შექმნა კომპანია Mean Streets Advisors, რომლის მიზანით ცნობილი ადამიანების ფულის მართვა იყო. მოგვიანებით ორგანიზაცია გაფართოვდა და მისი კლიენტები გახდნენ ისეთი ცნობადი სახეები, როგორებიც LeBron James და Billie Eilish არიან. 1980 წელს მან კომერციული მიზნებისთვის ლოს-ანჯელესის სანაპიროს მიმდებარე დიდი ფართი შეიძინა, მხოლოდ 12 მილიონ დოლარად, მაგრამ 2013 წელს შენობა სამაგ ფასად გაყიდა. არნოლდის ერთ-ერთი მრჩეველი კარიერის დასაწყისში ლეგენდარული ბიზნესმენი უორენ ბაფეტიც იყო, რომელმაც ავსტრიელს ურჩია, რომ ისეთ ინდუსტრიებში არ ჩაედო ფული, რომელშიც ვერ ერკვეოდა და შვარცნეგერიც ამ გზას დაადგა. 90-იან წლებში მან ფინანსები ჩადო Starbucks-ში, Google-ში, Beyond Meat-ში და ტელეკომპანია AMC-ში. უძრავი ქონებისა და ინვესტიციების გარდა ის დღემდე ფლობს საკუთარ კინოწარმოების კომპანია Oak Productions, საკუთარ საკვები დანამატების ქსელ Arnold Classics და ბოდიბილდინგის სამდღიან ჩემპიონატს Arnold Sports Festivals, რომელიც 4 სხვადასხვა კონტინენტზე ორგანიზდება. ის ამავდროულად მართავს ფიტნეს აპლიკაციაზე Pumps, რომელზედაც 800,000 გამომწერია თავმოყრილი, ხოლო 20,000 თვეში $100-საც კი იხდის თვით არნოლდისგან, რომ მიიღო სპეციალური ვარჯიშის გეგმა. 77 წლის სუპერვარსკვლავზე ამბობენ, რომ ყველაზე დაკავებული ბაბუაა თანატოლებს შორის, რადგან ყოველდღიურად დილის 5 საათზე იღვიძებს და პირადი ცხოვრებისა და საქმეების ბალანსს მხოლოდ ასეთი რეჟიმის საშუალებით იცავს. ავსტრიის მიყრუებულ სოფელში დაბადებულმა ბიჭმა, რომელიც ბედის ანაბარად ჩავიდა შტატებში, ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ ინდუსტრიას შიშველი ხელებით შეეჭიდა და თავისი გაიტანა. დღეს არნოლდი მსოფლიოში ყველასთვის საყვარელი და ცნობადი სახეა, რომელმაც მსოფლიოს უკვდავი ფილმებისა და როლების გარდა ცხოვრების სტილის ფორმულა დაუტოვა, რითაც დედამიწაზე მილიონობით ადამიანია შთაგონებული. 77 წლის ასაკში მილიარდერის სტატუსის მიღება კიდევ ერთი დიდი მიღწევაა მის წარმოუდგენლად წარმატებულ კარიერაში. ამით კი ყველას უმტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ რიცხვებია და კიდევ გარკვეული დროით შეუძლია გულშემატკივრების განებივრება კინოეკრანებსა თუ სავარჯიშო დარბაზებში.